ღმერთი გეუბნება, ნუ ზრუნავ ხვალინდელი დღისთვის, რადგან მე უკვე იქ ვარ. ყოველ დღეს თავისი გამოცდა და სირთულე მოაქვს. მაგრამ მე აღგითქვი, რომ ყოველთვის შენთან ვიქნები. შვილო ჩემო, გაუშვი მომავალზე ფიქრი და დარდი. გაუშვი მღელვარება იმაზე, რისი დანახვაც ჯერ კიდევ არ შეგიძლია. დღეს მე ყველაფერს გაძლევ, რაც გჭირდება. ძალას ამ მომენტისთვის, წყალობას ამ საათისთვის და მშვიდობას სადღეისოდ. მიენდე ჩემს ზრუნვას, რადგან მე ვიცი შენი საჭიროებები. სანამ თხოვდე, მე უკვე ვიღწვი იმისთვის, რომ შეგისრულო თხოვნა. ნუ ზიდავ ხვალინდელ დღეზე ფიქრს ტვირთად. მე შენი წყარო ვარ, რომელიც გზას გიჩვენებს და გაწვდის ყველაფერს შესაბამის, საჭირო დროს. ვხედავ იმ წუთებს, როცა მოусვენრობა იპყრობს შენს გულს და იმაზე ფიქრი ღრნის, როგორ გადალახო მომავალში წინაღობები. გახსოვდეს, მე შენი ნუგეში ვარ. როცა შიში გიპყრობს, მოდი ჩემთან და განისვენე ჩემს აღთქმაში. მე ვარ შენი ყოველი ნაბიჯის სიბრძნე. ყოველდღიურად ჩემი მადლი გარდაემატება შენზე. ყოველი განთიადი ჩემი პირობის შეხსენებაა. შენ არ გესაჭიროება მომავლის კონტროლი. მე ვარ, ვისაც ის ხელთ უპყრია. მიანდე ხვალინდელი დღე ჩემს მზრუნველ ხელებს, რადგან შენთვის უკეთესი წინასწარ განვიზრახე. როცა შფოთვა და მღელვარება ცდილობს სიმშვიდე წაგართვას, მე გამიხსენე. ირწმუნე, რომ მე ვწინამძღვრობ შენს ნაბიჯებს და გამარაგებ ყველაფრით, რაც გჭირდება. ასე რომ, შვილო ჩემო, გაუშვი შენი შიშები და სიმშვიდით დაივანე ჩემს სიყვარულში. მე ვარ ღმერთი, ვინც გულებს ამშვიდებს და სულებს ნეტარებით ავსებს. მე ყოველთვის შენთან ვარ. თუ ბოლომდე მოусმინეთ ვიდეოს, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში გული. ნახოთ რამდენს გვწამს ღმერთის და იმის, რომ ყველაფერი მის ხელთაა.